ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ძალიან კეთილი და-ძმა, სახელად დანიელი და დაიანა. დანიელს ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ხოლო დაიანას თოჯინები და პრინცესული კაბები. ერთ დღეს დანიელი და დაიანა სეირნობდნენ. უცებ მათ გზაზე შეხვდათ გოგო და ბიჭი. ორივე ძალიან მოწყენილი ჩანდა, გოგონან კი ტიროდა კიდეც. დანიელი და დაიანა მაშინმა მივიდნენ მათთან და ჰკითხეს ტირილის მიზეზი. გოგონამ უთხრა, რომ თოჯინა დაკარგა და ვეღარ პოულობდა. ბიჭმა კი უთხრა, რომ ფეხსაცმელი გაუფუჭდა და ფეხბურთს ვეღარ თამაშობდა. ამ დროს დაიანამ და დანიელმა ერთმანეთს შეხედეს და დაუფიქრებლად გადაწყვეტეს დახმარება. დანიელმა გაიხადა თავისი ფეხსაცმელი და ბიჭუნას მისცა. დაიანამ კი თავისი თოჯინა აჩუქა გოგონას. 9 იქით ცხოვრობდა ფერია. მას ძალიან უყვარდა კეთილი ბავშვები და ყოველთვის საჩუქრებს ჩუქნიდა მათ. ამჯერად ფერიამ გადაწყვეტა დანიელი და დაიანა დაესაჩუქრებინა. დანიელს აჩუქა ფეხბურთის ფორმა, რომელზეც მისი სახელი და გვარი ეწერა. დანიელ შანიძე და კვარასთან შეხვედრა. დაიანას კი ჯადოსნური პრინცესული კაბა აჩუქა. დანიელი შეხვდა კვარას. კვარა მის შეაქო გამოჩენილი სიკეთისთვის და მედალით დააჯილდოვა. უთხრა, რომ მისგან დიდებული ფეხბურთელი დადგებოდა. და-ძმა მიხვდა, რომ კეთილის საქმეები არასდროს იკარგება და სხვების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.